ვარ მოხდე ამაზე ფაქტისა და მინდა ინფორმაციაც მოგაწოდოთ და ალბათ თქვენი დამოკიდებულებაც ესეც იქნება. თქვენ ყველანი იცნობთ ბატონ სხეულისხეთში ცხოვრება ბატონ ლუგზა გიორგაძეს ყოფილი გამგებელია. მას თავის კერძო საკუთრებაში გაშენებული ჰქონდა პავლონის ესე ვთქვათ ნარგავები დაახლოებით 220 ძირამდე. გუშინ ღამით დღეს დილით, როდესაც დათვალიერება მოხდა აი ამ მისი საკუთრების ტერიტორიის დაახლოებით 40% ამ ხეების არის გადაჭრილი. ეს არის ვანდალური ფაქტი. მე რატომ გადავწყვიტე რომ თქვენ ჩამოყენებიეთ საქმის კურსში და თითოეული დეპუტატი, იმიტომ რომ ეს ფაქტი არის მართლაც ვანდალური და ეს ფაქტი არის ძალიან ცუდი. ამას დღეს შეფასებები შეიძლება мотиваციები ძალიან ბევრი არსებობს, იმიტომ რომ თვითონ ბატონი მუზარის ცხოვრებიდან გამომდინარე ის ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული დღესაც აქტიური წევრი არის და წარმოადგენს ქართულ ოცნებას და ძალიან აქტიურ პოზიციებზე არის. მაგრამ ასეთი ფაქტი სოფელში ეხლა დეპუტატს ვესაუბრებოდი თვითონაც ძალიან შეწუხებული არის. ჩვენ გარკვეული შეფასება უნდა მივიწეროთ. ეს უკვე ამასული იყო გადაღებული გვაქვს კალბატონი ნათიას გადაღებული და დაახლოებით აი ესეთი. ესე იგი აი მაპატიეთ და აი ცუდად გავხდი რა, ცუდად გავხდი, იმიტომ რომ ამას თუ ჩვენ არ მივეცით შეფასება. ხო, გასაგებია მესმი შეიძლება ჩვენ ვიყოთ ოპონენტები, ჩვენ ოზურგეთლები და ოზურგეთლების ოპონენტური გაუხმა ეგრე შუაში, ნასაკირალში შუქის მეზობელს. არა, პამიდორის გაუხმა. ბატონო, მომისე რას გეუბნები? მომისე. პამიდორი გაუხმა ეს სხვა არის. ეს არის ვანდალური აქტი. ორი დღის წინ მოისმენე ბატონო კობა, ორი დღის წინ გეუბნებით შეფასებებს. მე დღეს ვერ გავაკეთებ. მე მინდა მხოლოდ მე როგორც საკრებულოს დეპუტატმა მინდა მოვითხოვ ასევე რომ შესაბამისმა სამსახურებმა იქ პოლიცია საქმის კურსში არის ჩაყენებული. ყველა ვინ დაინტერესებულია და ვალდებულებაა ჩვენი როგორც დეპუტატების მოვიკითხოთ ამ საქმეს მივსდიოთ ბოლომდე და ფარდად ჩამოვხადოთ აი ამ ვანდალურ ფაქტს. მე უბრალოდ ერთის თქმა მინდა სანამ არ გამოძიება არ იქნება ჩვენ ვერავითარ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ ერთია რომ ეს ადამიანი არის აქტიური წევრი, საზოგადოება ამას თავისთავად, თავის და უნებურათაც გარკვეულ შეფასებებს გააკეთებს. გარკვეული мотиваციები ყველგან არსებობს. ამიტომ ჩვენი მკაცრი პოზიცია, ჩვენი ზეწოლა იმ ორგანოებზე, ვინც ეს უნდა გამოიწვიოს, უნდა იყოს მაქსიმალური. აი მართლები ის საფრთხე აღარ იყოს ფართობში და რაღაც ის ამ ხელან ერგი იყო და რაღაცას გადაუჭრია და არა, ის თქვა თქვენი ნაცნობად თქვენ ტკიბატო. ანუ გამომი 600 მოგვალე